უკვე აქ უკვე აი გაიჭედა რა. მოკედ 4 ცალი ტყია ჩავდი. ეს მე აი ამას ქვემოთ მივაწვევი და ჩავკეთე. ანუ აი დატელი მდგომარეობაში მჭიდი არის აი ესე. მოდი აბა ეხლა ესა ვნახოთ რა არის. გადატენილ მდგომარეობაში მჭიდი რო არ უკეთია დარჩა ესე და გაიცნო. ანუ ყურეთ ეს მეგობრებო, ეს მჭიდი 4 ცალი ვაზნა ჩავდი აი ეს მდგომარეობაში. ეხლა ნახეთ აქ რა ხდება. სასხლეტი აი ეს ეხლა ამას გაუქმებული აქვს ეს დეტალი. ეს დეტალი იყო თითით მიაწვებოდი, გადადიოდ ავტომატურ სოლაზე და ერთჯერად სოლაზე. ავტომატური სოლა ამითი არის ძალიან სავალალო როგორ ძალიან სწრაფად ისთვის გამოწევ თუ არა რაღაცა 72 ტყვია, მაგრამ ძალიან მიაწეს და გაგითავდებოდ. ასე თუ ამითი ომში მოყევით, გაითვალისწინეთ აუცილებლად. ცველი. რამდენადაც საკვირველი არ უნდა იყოს რა ხდება ის. აი უყურე. ეხლა აღარ ისოს და შეხედე მთელი როგორი აი როგორ თქვა რუსები რო თქვა ხიტრა ჟოპული რაღაცა. უყურეთ. ესე იგი განა რამე მოიფიქრეს ტიპებმა. შეხედეთ აქ. არის ამოჭრილი რკინა თვითონ ეს ჩარჩო. ამას აქ მოიყვანთ და ამ რკინის ბერკეტს მიაწვევით. ანუ როგორც ფანჯარის ანჯამა ეგეთი რაღაცა. მიაწვევით და просто რკინაში იჭედებოდა და დამთავრდა იქ რაღაცა ლუკერებზე რო იყო და ჰაი და იქ რაღაცა ჩამოწევდა იქ რაღაცა ეგეთი რამე არ არის. პირდაპირ რკინის ბლაგვი რაღაც ეგეთი რაღაცა მიწევთ მოწევთ. ძალიან ესეთია რა. ნუ ეხლა ეგენი მთლად არ გამოირჩეოდნენ არასოდეს. მაინცა და მაინც ნიჭით, მაგრამ